აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის სააღდგომო ნობათების გადაცემა გრძელდება. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე ქალაქ სუგდიდს ესტუმრა, სადაც დევნილ მოქალაქეებს შეხვდა. მათ საჭიროებებს პირადად გაეცნო და სადღესასწაულო ნობათები გადასცა. შეხვედრას ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე ესწრებოდა. აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სააღდგომო ნობათები გადაეცემათ აფხაზეთიდან დევნილ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებს. აფხაზეთის მთავრობის სახელით ვცდილობთ ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს ჩვენი მხრიდან მცირედი დახმარებით სადღესასწაულო დღეებში მიულოცოთ და რა თქმა უნდა მთლიანობაში ეს თანადგომა ჩვენი მხრიდან ეს ყურადღება პირველ რიგში ემსახურება იმას, რომ ამ ოჯახებმა იგრძნონ თავი შესაბამისად ჩვენი თანადგომით და ეს ჩვენი ყურადღება ბუნებრივია გაგრძელდება. წავიდნენ მოგილოცეს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. გვაქცევენ ყურადღებას, გვაძლევენ მოტივს იმისათვის, რომ კიდევ მეტი შევძლოთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ბატონ თენგიზს, რომ დაგვაფასეს, მოგვილოცეს, ბავშვები გაახარეს.